დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში და რომელიც ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს გარემოცვაში რჩება ბუნებრივ ორგანულ ნაწილად დიდი სამყაროსი, რომელთანაც მას აქვს გარკვეული ზღვარი. ბარიერი, რომელსაც ქმნის და ზღუდედ აღიმართება გარემოსა და ჩვენს ორგანიზმს შორის ორგანო სახელად კანი. დიახ, გარემოსა და ჩვენს სხეულს შორის მართლაც არსებობს მთავარი გამყოფი სივრცე, მთავარი გამყოფი ქსოვილი, რომელსაც კანი ჰქვია და რომელიც ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს სხეულში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად კანის ჯანმრთელობაზე საუბარი ცალკეული დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ უჩვეულოდ შეიძლება მოგეჩვენოთ დღევანდელი ჩვენი თემა სეზონის გათვალისწინებით. თუ რატომ არის სეზონთან მიმართებაში აქტუალური ეს საკითხი, მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად დამკვიდრებული წარმოდგენებისა, ამაზე უკვე მოგვიანებით სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მე მინდა გაგახსენოთ, რას ნიშნავს ჩვენი გადაცემის ახალ სატელევიზიო სეზონზე ახალი ფორმატები. ერთ-ერთი ფორმატი გახლავთ თქვენთან კომუნიკაციის ახალი ფორმა, რომელსაც გამოკითხვები ჰქვიათ ცალკეულ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ვსვამთ კითხვას, უпростоრად კითხვას, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ თქვენთან ერთად ვიპოვოთ ამ კითხვაზე ყველაზე გავრცელებული პასუხები. როდესაც თქვენ შეგეკითხეთ სოციალურ მედიაში, რა მიგაჩნიათ კანის კიბოს გამომწვევ მთავარ რისკ ფაქტორად, თქვენი აზრი გაიყო და ეს დიაგრამა ამას საუკეთესოდ წარმოაჩენს. დიახ, თქვენ დაეთანხმეთ იმ დებულებას, რომ გენეტიკამ შეიძლება შეასრულოს თავისი როლი და ამ იდეის მომხრე არის 9% გამოკითხულთა. რა თქმა უნდა, მზის სხივებსაც მიუჩინეთ ადგილი და 19% გამოკითხულთა ამას ადასტურებს. თუმცა ყველაზე საგულისხმო აღმოჩნდა ის, რომ დაბინძურებულ გარემოსაც მიუჩინა ადგილი ჩვენმა მაყურებელმა და სოციალური ქსელის მომხმარებელმა 11%-ის სახით და უმრავლესობამ 61%-მა თქვა, რომ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას კანის ჯანმრთელობაზე და ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს რისკი კანის კიბოს განვითარებისთვის. მართლაც ასეა თუ არა? და რატომ საუბრობთ დღეს ამ თემაზე? რატომ არის მნიშვნელოვანი ის უცნაური კამპანია, რომელიც ახლა ზამთრის სეზონზე წარმოიწყო სამედიცინო საზოგადოებამ და რა შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ ონკოლოგიური რისკების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ყველაზე ხილული ორგანოა, მაგრამ ყველაზე მეტი კითხვა ჩნდება, როდის დავიცვათ კანი. მაგალითად, გაზაფხულზე, როდესაც მზის აქტივობა იზრდება, მაგალითად, ზაფხულში, როდესაც მზის აქტივობა პიკშია, თუ დავიცვათ ზამთარში, წინდახედულად. თანამედროვე მედიცინა მივიდა დასკვნამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ წინდახედულება, გამოვიჩინოთ ყველამ ერთად წინდახედულება და რას გულისხმობთ, მოდით დღეს ჩვენ სტუმართან ერთად საუბარში გავარკვიოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ დერმატოვენეროლოგი პროფესორი ქალბატონი ლალი მეკუკიშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონი ლალი. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია, ყოველთვის ხვდებით ხოლმე ერთმანეთს ევრომელანომის ფარგლებში, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი უკავშირდება ერთ კონკრეტულ კამპანიას. ვიდრე უშუალოდ კამპანიაზე ვისაუბრებთ, მიაქციეთ ყურადღება დიაგრამას, რომელიც ასახავს ჩვენი გამოკითხვის შედეგებს. დიახ, სწორედ ჩვენი გადაცემის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჩანს, როგორ გამოეხმაურა ამ კითხვას სოციალური მედია, კერძოდ უпростоრად სოციალურ პლატფორმაზე ჩვენი მაყურებელი და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვაგვარად გადანაწილდა ხმები იმის მიხედვით, ვინ თვლის მზის სხივებს გადამწყვეტ რისკ ფაქტორად კანის კიბოს განვითარებაში, ვინ გენეტიკას, ვინ გარემოს დაბინძურებას და უმრავლესობა თვლის, რომ ყველა მათგანს თავისი წვლილი აქვს. თქვენი მოსაზრებით რამდენად მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, აი ამ გამოკითხვის შედეგების, მით უფრო რომ ჩვენ ვლაპარაკობთ კამპანიაზე.
კამპანიაზე, სადაც ზამთარში რატომღაც ჩახჩახა მზეანათებს და სწორედ კანის დაცვასთან დაკავშირებით არის მინიშნება და კანის კიბოს ცნობადობის ასამაღლებლად არის დაწყებული კამპანია, რომელიც დეკემბერი და იანვარი უნდა გაგრძელდეს. მართალია, დედამიწის კონკრეტულ ნახევარსფეროში დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ გამოხმაურება აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სწორედ აქედან გავაგრძელოთ. ანუ ეთანხმებით თუ არა გამოკითხვის შედეგებს და რამდენად მოსალოდნელია რომ ასე ფიქრობდეს საზოგადოება და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი ამ კამპანიის ფარგლებში. დავიწყებ თქვენი პირველი კითხვიდან, გამოკითხვის შედეგებიდან. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო რომ მზის წილი იყო ძალიან მცირე, 19%, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც უკვე აღიარა ულტრაისფერი სხივები როგორც კანცეროგენი და როგორც კანის კიბოს გამომწვევი ფაქტორი. გარდა ამისა დადასტურებულია რომ უპირატესად სწორედ ულტრაისფერი სხივები გახლავთ კანის კიბოს განვითარების რისკი და ეხლა მიმდინარეობს საუბარი იმაზეც რომ როგორღაც მოხდეს პროფესიულ დაავადებად გაერთიანდეს კანის კიბო იმ ადამიანებისთვის რომლებიც გარე სამუშაოებს ეწევიან. იმდენად მნიშვნელოვანია ეს კრის ფაქტორი. რასაკვირველია გენეტიკას აქვს მნიშვნელობა და დაბინძურებულ გარემოს ალბათ უფრო კონკრეტულ სპეციფიურ პროფესიული ჯგუფის მქონე ადამიანებში. ეხლა რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, კამპანიას, ნამდვილად სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტრალიაში არის ეს ტრადიციულად დაწყებული, სწორედ იმიტომ რომ ნოემბერი გახლავთ იქ ზაფხულისპირი, ისევე როგორც ჩვენთან მაისია ზაფხულისპირი, თუმცა ეს აიტაცეს გეთანხმებით და რეალურადაც ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის რომ სწორედაც სხვადასხვა ნახევარსფეროში ზაფხული სხვადასხვა დროს იწყება, მეორეც ის რომ ჩვენ გლობალური დათბობის გამო გაგვიხანგრძლივდა მზიანი პერიოდები და ადამიანებმა მიგრაციის და ასევე გადაადგილების და დასვენების გამო სხვადასხვა სეზონის მოწყობა ზამთარში მაგალითად ზაფხულის სეზონი შეუძლია თავისუფლად მოიწყონ და ბოლოს საქართველოსთვისაც აქტუალურია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზამთრის კურორტები, სადაც ინსოლაცია საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ზოგადად კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზამთარში და მათ შორის კანის კიბოს შესახებ ცნობადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანი, ისე როგორც დაცვის შესაძლებლობებზე საუბარი, მით უფრო, როდესაც გვაქვს საოცარი დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში, რომელიც პირდაპირ აკეთებს პროპაგანდას, არა უბრალოდ მზის სიკეთეებზე, არამედ დამწრობაზე, ესე ვთქვათ, რუჯის გადაჭარბებულ მიღებაზე, განსაკუთრებით TikTok-ი და ასე შემდეგ სოციალური მედია, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ყავს, უყურებს ამ დეზინფორმაციას და ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მეცნიერება და სამეცნიერო მტკიცებულებები და ისიც მათენაზე უნდა ვესაუბროთ ალბათ. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ წახალისებაზე, თქვენ არაერთხელ მოგიყვანიათ მაგალითად შედარება, როდესაც მწვეველობა არის ონკოლოგიურ რისკად აღიარებული, მზის სხივებიც არის ონკოლოგიურ რისკად აღიარებული. კანონმდებლობა განვითარებულ სამყაროში საზოგადოებას მოუწოდებს მწვეველობის კონტროლისკენ. მაშინ როდესაც ეხება ეს ყველაფერი მზის სხივებს, გაბატონო ლალი. არ ეხება, აკრძალულია რეკლამა თამბაქოსი, ხო? იმიტომ რომ ეს რისკი აღიარებულია ფილტვის კიბოს განვითარებისთვის. აღიარებულია რისკი კანის კიბოს განვითარებისთვის ულტრაისფერი გამოსხივება, თუმცა არ არის რეკლამა აკრძალული არც სოლარიუმების და არც ამ ესე ვთქვათ გადაჭარბებული ყველაფერი სიკეთე არის ზომიერებაში. რა თქმა უნდა, მზეს აქვს თავისი სიკეთეები. ნათელია, მზე გვაძლევს ძალიან ბევრ პოზიტივს, ბევრ ჰორმონს, არა მხოლოდ D ვიტამინი, ენდორფინები, ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ D ვიტამინის გამომუშავებას 5-7 წუთი მზეზე ყოფნა აბსოლუტურად ყოფნის და სხეულის ღია ადგილები, როგორც არის ხელი, სახე, ამას უზრუნველყოფს. აქ არის პრობლემა სწორედ გადაჭარბებაში და პრობლემაა პროპაგანდაში, რომელიც აზიანებს უკვე კანს და იწვევს არა მხოლოდ
კანის კიბოს განვითარებას, არამედ კანის ადრეულ დაბერებას. ეს არის აბსოლუტურად დადასტურებული მეცნიერულად ფაქტი, რომელსაც უნდა გაზიარება და ცოდნა. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც თქვენ ბრძანეთ წახალისებასთან დაკავშირებით და მე აუცილებლად მინდა მაყურებელს გავუმეორო ფრაზა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ მზის სხივები უზრუნველყოფს დედამიწაზე სიცოცხლეს. მზის სხივები რომ არა, არც ჩვენ, არც ერთი ბიოლოგიური სისტემა არ იმუშავებს. მაგრამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ბოროტად გამოყენებაზე ამ სიკეთისა და ჩვენ საზიანოდ გამოყენებაზე. აი ამ კონტექსტში, როდესაც სადღესასწაულოდ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, ზოგჯერ დაივიწყონ ჯანმრთელობა და ხშირად დაივიწყონ ჯანმრთელობა და წინა პლანზე თითქოს სწორედ ესთეტიკის, სილამაზის თემა ხოლმე, ან არის მეორე ასოციაცია, რომელიც ასევე დამკვიდრებულია საზოგადოებაში, რომ გარუჯული კანი უფრო ჯანმრთელად და თვალის მომჭრელად გამოიყურება. არსებობს ცდუნება სეზონის მიუხედავად, რუჯის მიღების და ასეთ შემთხვევაში სოლარიუმი ასევე ონკორისკ ფაქტორია, როგორც პირდაპირ მზის სხივები. იცით რა, ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმები 18 წლამდე აკრძალულია კანონმდებლობით და ეხლა მინდის მუშაობა იმაზე, რომ მაგალითად იგივე სოლარიუმებში შესული თანხა გადაიქაჩოს ესე ვთქვათ კანის კიბოს პრევენციის კამპანიისკენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის რისკი სოლარიუმები, იმიტომ რომ ეს არის უშუალოდ სპეციალურად გასაროჯად მიდის ადამიანი და მოგეხსენებათ გარუჯვა შეიძლება მოდაშია ახლა ადამიანებს მოსწონთ გარუჯული კანი, თუმცა რეალურად ორგანიზმი აკეთებს დაცვას ულტრაისფერის სხივებისგან საკუთარი გენეტიკური კოდის და ძალიან კარგად ჩანს ეს კანში, როდესაც შეხედავთ ჰისტომორფოლოგიურ სურათს, სადაც გადაფარებულია ქოლგასავით გამომუშავებული პიგმენტი სწორედ დნმ-ზე, ანუ გენეტიკურ კოდზე. ეს არის დამცველობითი ფუნქცია და ეს არ არის ჯანმრთელობის გამოხატულება. მიუხედავად იმისა, ჩვენ რა გარემოში ვცხოვრობთ, ობიექტურად უნდა შევხედოთ რეალობას და გამოვუტყდეთ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც, რომ რისკ ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ვართ ყველანი. მეტნაკლებად, ვიღაცას მეტი აქვს ასეთი რისკ ფაქტორი, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ მიუხედავად ამ რისკ ფაქტორებისა, მათი ერთობლიობისა, ყველას არ ემართება კანის კიბო. არის მაღალი რისკის ჯგუფები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანის კიბოზე და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ რისკის ჯგუფებმა სეზონის მიუხედავად გაითვალისწინონ კანის დაცვის აუცილებლობა. რადგან ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ისიც არის, რომ ზამთარში თუ ზაფხულში კანის დაცვა არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, რომ ზამთარში სამზადისი კანის დასაცავად არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ზაფხულში კანი იყოს უფრო ჯანმრთელი. მაგრამ რისკ ჯგუფებისათვის ამას ალბათ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ვინ განიხილება კანის კიბოს რისკ ჯგუფად? ასე იგი, კანის კიბოს რისკ ჯგუფებად პირველ რიგში ეს არის პირველი, მეორე ტიპის კანი, ანუ ღია ფერის კანის ადამიანები, ვინც დიდხანს ატარებენ მზეზე უწევთ ან სამსახურის გამო, ან აქვთ ჩვევა, ან აქვთ სურვილი, რომ მზეზე გაიროჯონ. ეს არის ეგრეთ წოდებული კუმულაციური დოზა და ძალიან მნიშვნელოვანია დაგროვებადი დოზა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ულტრაისფერი გამოსხივების ინტენსივობის განსაზღვრა, რასაც მაგალითად აპლიკაციები არსებობს არაჩვეულებრივი, რომელიც შეუძლია ჩამოტვირთოს ადამიანმა და ევროპის აკადემიამ შემოშავა სპეციალური ესე ვთქვათ ცხრილი, სადაც ჩანს რომ დაუშვათ თუ ულტრაისფერი ინდექსი არის 1-2, ნუ დაბალი, შეგვიძლია საერთოდ არ დაიცვა თავი. მერეს უფრო მაღალ ინდექსზე როგორ უნდა მოიქცე და კიდე უფრო მაღალზე როგორ. და ეს ინდექსი, როდესაც აქვთ აპლიკაციაში ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ შეამოწმოთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მზის ულტრაისფერი ინდექსი შეიძლება იყოს მაღალი არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც. ეს არ არის დამოკიდებული, ანუ სითბო არ განსაზღვრავს ულტრაისფერ გამოსხივებას, ეს მას შეუძლია ღრუბელიც გაიაროს ულტრაისფერმა ასხივებმა და ზამთარშიც ისევე დამაზიანებელი იყოს, როგორც ზაფხულში. მთავარია ინდექსი, რამდენია ულტრაისფერი გამოსხივების. მით უფრო თქვენ ახსენეთ, მაგალითად სეზონის
ცვლილებასთან ერთად ეგრეთ წოდებული საკურორტო ზონების მონაცვლეობა და მიგრაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე სამყაროსთვის, როდესაც არაუბრალოდ სასაათე სარტყელს ვიცვლით და ერთი სივრციდან მეორეში გადავდივართ, არამედ პრინციპში ვიცვლით ინსოლაციის ველსაც. ასე არ არის თანამედროვე გაგებით რეალურად კანი შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტორის გამო აღმოჩნდეს სამიზნე. დიახ, ჯერთი კლიმატის ცვლილების გამო, ჩვენ გენეტიკურად ვართ მორგებული იმ ტერიტორიას, სადაც ჩვენ, ესე ვთქვათ, ვიყავით, რატომ ავსტრალიაში განვითარების სხვადასხვა ეტაპი. აი, ავსტრალიაში რატომ არის ყველაზე მაღალი ინციდენტობა, ანუ სიხშირე მელანომის და ავტიზმიანი კანის სიმსივნების, იმიტომ რომ იმ ადგილზე ცხოვრობენ თეთრკანიანი ადამიანები, სადაც მათი ბუნებრივი ცხოვრების ადგილი არ იყო. იქ აბორიგენი ადამიანებში მელანომის რისკი არის მიზერი. მაშინ, როდესაც თეთრკანიანებში რისკი არის ძალიან მაღალი. უფრო მაღალი ვიდრე ევროპაშია მათივე იგივე გენეტიკის ადამიანების რისკი. ეთნიკურად ის ჯგუფები, რომ თავის საცხოვრებელ ადგილას რჩებოდნენ, მაშინ ასეთი რისკი არ იქნებოდა მაღალი. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, რა თქმა უნდა, თემასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთი კოლეგა უნდა შემოგვიერთდეს და გავცეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვას პასუხი, მათ შორის მაყურებელთა კითხვებს, რატომ შეიძლება გახდეს საჭირო ქირურგიული ჩარევა. მაშინ, როდესაც კანის კიბოსთან დაკავშირებით არის ეჭვი და არის თუ არა ეს ყოველთვის ერთადერთი გზა პრობლემის გადასაჭრელად. ხანმოკლე ტიხრის შემდეგ ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდება. ჩვენ შემოგვიერთდა კიდევ ერთი კოლეგა, ონკოქირურგი ბატონი სოსო სანიკიძე. დილამშვიდობისა ბატონო სოსო. მოგესალმებით. მიხარია რომ ისევ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით, ამჯერად ჩვენ ვსაუბრობთ კანის კიბოზე და ვსაუბრობთ მდგომარეობებზე, როდესაც შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. შესაძლოა, იმიტომ თქვი, რომ კანის კიბოს დიაგნოზი ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ქირურგი მაშინათვე ერთვება და აუცილებლად ტარდება ოპერაცია. რა არის ის მიჯნა, სად არის ზღვარი, როდესაც დიახ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა იმისთვის, რომ მკურნალობა წარიმართოს მაქსიმალურად ეფექტიანად. კეთილი, დიდი მადლობა პირველ რიგში. უნიშნელოვანესია ამ დროს პაციენტის ზაობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემა არის, ეს არის უნიშნელოვანესი და შესაბამისად იცოდეს ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები. მათ შორის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი და არა ერთადერთი არის ქირურგიული მკურნალობა და ქირურგიულ მკურნალობას აქვს თავისი სპეციფიკა და მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ამასთან მიმართებაში კომუნიკაცია მნიშვნელოვანია დერმატოლოგთან, რომელიც მთლიანობაში არის პაციენტის, ასე ვთქვათ, მკურნალი და განაგებს კურატორი ექიმი, განაგებს მის როგორც თერაპიულ მხარეს მკურნალობისას, ასევე იძლევა რეკომენდაციას ქირურგიული მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით, მასთან ერთად ხდება დიაგნოსტიკური პროცედურების საჭიროება, სახე, დიაგნოსტიკური პროცედურა თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შემდგომ უკვე შეფასდეს მკურნალობის ქირურგიული მეთოდის საჭიროება და ქირურგიული მეთოდის მასშტაბი. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს შეეხეთ, ბატონო სოსო. ანუ თვითონ ქირურგიული ჩარევა კი არის ქოლგა, მაგრამ ყველა პაციენტის შემთხვევაში, ყველა დიაგნოზის შემთხვევაში, ყველა ფორმის და სტადიის შესაბამისად განსხვავებულ შინაარსს გულისხმობს ეს ქირურგიული ჩარევა. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ ქირურგიულ ჩარევაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენჯერმე ჩარევაზე, თუ ეს არის მხოლოდ ერთჯერადი პროცედურა, რომლითაც გადავჭრით ამოცანებს. დიახ, ესე იგი, არსებობს ქირურგიული манипуляციები, რომლის საშუალებითაც საჭიროა, რომ დიაგნოსტირება მოხდეს პროცესის. მე ვაზუსტებთ რეალურად. დიახ. აქ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დერმატოლოგის პირველადი კონსულტაცია, დერმატოსკოპია და ის გამოკვლევის მეთოდები, რომელიც მათ არსენალში არის, რომ წინასწარი დიაგნოზი ამით ფორმირდეს. შემდგომ დგება დღის წესრიგში დიაგნოზის დადგენა, ანუ ვერიფიცირება, რომლისთვისაც საჭირო ხდება
უმეტეს შემთხვევაში ეს არის დიაგნოსტიკური პროცედურა ბიოპსიის წარმოება. ანუ ვადასტურებთ ფანჯ ბიოპსიით, რომ დავადასტუროთ რა ტიპის სიმსივნე გვაქვს. იგივე კანის ავთვისებიანი სიმსივნეების რამოდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის არის უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობის, ავთვისებიანი სიმსივნეების თავისი დიფერენცირებაა და მელანომა ყველაზე ასე ვთქვათ აგრესიული სიმსივნეები და ამავდროულად არის ეგრეთ წოდებული კიბოსწინარე მდგომარეობები, ეგრეთ წოდებული პრეკანცერები, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ დიაგნოსტიკა ადეკვატური და მთავარი პრინციპი არის, რომ დროული დიაგნოსტირება გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ ეს დაავადება დროულად გამოვლინდეს და დროულად იქნას მკურნალობა ჩატარებული. მათ შორის ქირურგიული, დიახ. და ქირურგიული ჩარევების სპექტრი, როგორც ასეთი, არის ძალიან მინიმალური, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ ექსციზიურ ბიოპსიას, რომელიც წარმოადგენს ისეთ ქირურგიულ მანიპულაციას, რომელიც სიმსივნეს ამოკვეთა ხდება ძალიან მცირე ფარგლებში, დამზოგავად 1 მმ, 2 მმ-ის ფარგლებში, რომელიც გვაძლევს კარგ კოსმეტიკურ ეფექტსაც, გართულებების ნაკლები რისკია და შესაბამისად ეს მცირე ზომის წარმონაქმნებზე უნდა გაკეთდეს და რაც შეეხება ისეთი მასშტაბური ოპერაციებიც არის კანის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს და განსაკუთრებით ეს არის მელანომა, როდესაც ფართო მასშტაბით ხდება კანის ამოკვეთა, იქ არის განსაზღვრული საზღვრები თუ რამდენით უნდა დაშორდე ძირითად სიმსივნეს და ამ შემთხვევაში გააჩნია ლოკაციას, როცა დიდი დეფექტი არის კანის, მისი შევსება, ანუ რეკონსტრუქცია შეიძლება გახდეს საჭიროდ, როგორც ადგილობრივად როტაციული ნაფლეთების გამოყენებით, ასევე შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან თავისუფალი გრაფტების, კანის თავისუფალი ნაწილების აღება და მისი გადანერგვა დეფექტის შესავსებად. ამავდროულად დავასრულებ, რომ გარდა იმისა, რომ ლოკალური, ასე ვთქვათ, ქირურგიული მანიპულაციები კეთება, შეიძლება საჭირო გახდეს ამ დაავადებიდან გამომდინარე რეგიონალური ლიმფური კვანძების, როდესაც არის ონკოლოგიაზე ლაპარაკი, მათი შეფასება და ქირურგიული ჩარევა სხვადასხვა დონის ლიმფოდისექციების სახით. ჩვენ გვაქვს მაყურებელთან წლების მანძილზე თქვენ იცით ურთიერთობა, როდესაც მაყურებელი გვისვამს კითხვებს. ტექნოლოგიების განვითარებამ შეცვალა კითხვები. ფორმატი შეცვალა, თორე კითხვას ისევ სვამს მაყურებელი და ვიდეო კითხვა, რომელიც მაყურებელმა თემასთან დაკავშირებით გამოგზავნა, ერთად მოვუსმინოთ და ვნახოთ ეს შეკითხვა და შემდეგ თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მოგესალმებით. არასდროს არ ვირუჯებოდი, სოლარიუმში არასდროს არ დავდიოდი. ყოველთვის მოვიხმარ მზისგან დამცავ საშუალებებს და ჩემი კითხვა არის ასეთი, მაქვს თუ არა მაინც კანის კიბოს განვითარების რისკი. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან კარგი კითხვაა, მართლაც, იმიტომ რომ ჩვენ სულ ლაპარაკობთ ადამიანთა იმ ჯგუფებზე, სადაც მართლაც არის ასეთი აშკარა რისკები. არც ირუჯება ადამიანი, არც სოლარიუმში დადის, მზისგან დამცავს, ზამთარ ზაფხულ იყენებს. აქვს თუ არა ასეთ ადამიანს კიბოს რისკი? ეხლა როგორც შევხედე ქალბატონს ქონდა სახეზე პიგმენტაცია, რაც ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ შეიძლება მზის დამცავების გამოყენება ეხლა ხანს დაიწყო, მაგრამ ცხოვრების რაღაცა პერიოდი ის ამას არ იყენებდა და არ აკეთებდა. ეს პიგმენტურმა ლაქებმა გაამხილა. აუცილებლად გაამხილა. მას აქვს მესამე, მეოთხე ტიპის კანი, რაც შედარებით ნაკლები რისკია კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების. ანუ ის რომ ეხლა ვიყენებთ მზის დამცავს არ ნიშნავს რომ დაცულები ვართ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია წინა ისტორია. თუ ადამიანი გარე სამუშაოებს ასრულებს, შეიძლება ეს ქალბატონი არ დადიოდა სოლარიუმში და არც ირუჯებოდა, თუმცა მაგალითად იგივე სოფლის მაცხოვრებელი ან ქალაქის მაცხოვრებელი, რომლის ცხოვრების στილი ან სამუშაო გარემო ისეთია, რომ მას უწევს გარეთ ყოფნა დიდი ხნის მანძილზე ღია სივრცეში, მაშინ კუმულაციური ეგრეთ წოდებული დოზა მაღალია, დაგროვებითია ეს განსაკუთრებით არამელანომური სიმსივნეების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და მინდა გითხრათ, რომ ასაკსაც მნიშვნელობა აქვს დაუშვათ მოზრდილ ასაკში უფრო დიდია რისკი და ითვლება, რომ 75 წლის ასაკის ზემოთ ყოველ მესამე ადამიანს შეიძლება კანის ეპითეალური სიმსივნე განუვითარდეს.
თუმცა ეხლა არის ტენდენცია, რომ მხედრით წილი ახალგაზრდების ან 40 წელზე ნაკლები ადამიანებს არა მელანომა ისედაც შეიძლება ახალგაზრდას დაემართოს, არამედ ეპითელიური სიმსივნეები ემართებათ, რაც არის ასევე ამ ჯამური ინსოლაციის და ინტენსიური ინსოლაციის. თუმცა ჩვენ არ ვაშინებთ ამ შემთხვევაში მაყურებელს. მე მინდა რომ კიდე ერთი რამე ვთქვა ქირურგის საუბრიდან გამომდინარე, რომ მით უმეტეს რო არ შევაშინოთ. თანამედროვე ტენდენციები ისეთია და იმდენად მცირე ზომის მელანომის დანახვა შეგვიძლია ჩვენ უკვე დერმატოსკოპით, ისევე როგორც უმცირესი ზომის ბაზალურ რეჯენდოვანი კარცინომის, რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აღარ დაგჭირდება არც ტრანსპლანტაცია კანის, არც დიდი ფართო მოკვეთები, იმიტომ რომ რეალურად სიმსივნის მცირე ნაწილით გადასვლით მოკვეთა ასრულებს პრობლემას, თუ სიმსივნე არის მცირე და ის არ საჭიროებს არანაირ დამატებით თერაპიას. ამით მთავრდება პრობლემა. ძალიან სერიოზულია ეს წერტილი, რომელიც ახლა თქვენ დაასვით, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით რეალობა არის რამდენიმე ამოცანის ერთდროულად გადაჭრა. ბატონი სოსოს საუბარი ამას ადასტურებდა, როდესაც ჩვენ არა უბრალოდ სამედიცინო პრობლემას ვუვლით, არამედ ვფიქრობთ ესთეტიკაზე. ასეა თანამედროვე ონკოქირურგიაში, როდესაც დერმატოლოგიურ ამოცანებზე ვლაპარაკობთ. კანი ხომ ყველაზე ხილულია. ანუ თქვენ გჭირდებათ იმის გათვალისწინებაც, რომ სამედიცინო პრობლემასაც უნდა მოუვაროთ და ესთეტიკური ამოცანების გადაჭრათ, ბატონო სოსო. დიახ, რა თქმა უნდა. არის ესეთი შემთხვევები, უბრალოდ მაგალითები, რომელიც შეიძლება ყოველდღიურობაში გვხვდება ჩვენ, რომ მოდის კონკრეტული პაციენტი, ახალგაზრდა გოგონა, ვთქვათ, რომელსაც აქვს სახეზე ან სხვადასხვა ადგილას ესეთი პიგმენტური, ხილული ნაწილზე პიგმენტური წარმონაქმნი, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით ხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივ შეიძლება ნეოსი იყოს, მაგრამ როდესაც ხალი, დიახ, როდესაც ათვალიერებ პაციენტის სხეულის ნაწილებს, იქ ვიზუალურად შესაძლებელია ისეთი უბნები გამოავლინო, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის იმ ადგილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მას კოსმეტიკურ პრობლემას ოქმის. ამიტომ ამ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება პაციენტის სურვილი გათვალისწინებული იქნეს, მაგრამ აუცილებელია, რომ და ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას და ეს არის აუცილებელი პირობა, ისე არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ ვაკეთებთ, რომ პაციენტი გადამისამართება დერმატოლოგთან თუ მასთან აყოფი არ არის. სრულად მოხდეს შეფასება, დიახ, იმიტომ რომ შეიძლება ის პრობლემა, რომელიც მას ემოციურად, კოსმეტიკურად უქმნის პრობლემას, თავისი შეხედულებით უქმნის პრობლემას და უნდა რომ ეს გამოასწოროს, მაგრამ სხვაგან იმალება სხვა პრობლემა, ან იმავე წარმონაქმნში იქმალება პრობლემა, რომელიც თვალით ესე ხილულად არ ჩანს. ამიტომ აი ამ კომპლექსურ და ესეთ ერთობლივ მუშაობა განაპირობებს იმას, რომ სწორი დიაგნოსტირება და ადეკვატური ქირურგიული ჩარევა მოხდება. რაც უფრო მინიმალურია ჩარევის ხარისხი, მით უფრო არის კოსმეტიკური ეფექტი კარგი. და მასშტაბი, რაც უფრო მცირეა, მით უფრო დამზოგავია და ნაკლებია საფიქრალი კოსმეტიკური თვალსაზრისით. დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ საზოგადოებისათვის გასაგები გახდა, რატომ არის კანის კიბოსთან დაკავშირებული კამპანია ზამთარში დაგეგმილი და რატომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვისაც გვეთქვა, რაზედაც სოფლიოში საუბრობენ, რომ ეს ძალიან აქტუალურია და წინ დახედული ადამიანები ასე იქცევიან ზაფხულისთვის, ზამთარში ემზადებიან და ჩვენც დღეს ასევე ემზადებით, თუმცა ტრადიციულად მე გაზაფხულზე გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. საინტერესო გვექნება. ნამდვილად და მაყურებელს მე შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ დერმატოვენეროლოგი პროფესორი ქალბატონი ლალი მეკოკიშვილი და ონკოქირურგი ბატონი სოსო სანიკიძე. მე არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. წარმოუდგენლად დიდია ის გზა, რომელიც გაიარა ჩვენმა გადაცემამ და ჩვენი გადაცემის ისტორიის ყველა ეტაპზე ჩვენ საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და საუბრობდით ადამიანის ორგანოების ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა სისტემების მდგომარეობაზე, კვებასთან მიმართებაში. უпростоრად, კვება როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ინსტრუმენტად სხვადასხვა სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და თუ მაინც დადგა რაღაც პრობლემა, მაშინ როგორ შეგვიძლია საკვების მეშვეობით მართოთ ეს პრობლემები. და ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიშველიებთ ხოლმე თეფშს, როგორც დღიური რაციონის სიმბოლოს და ასეთ თეფშზე
არ არის მხოლოდ ერთი დაავადებისთვის დამახასიათებელი რეკომენდაციები დატეული. ეს თებში ზოგად პრინციპებს გვიზიარებს, სადაც დღიური რაციონი გაყოფილია ისე, რომ ნახევარი ბოსტნეული და ხილია ბოსტნეულის უპირატესობით, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან მიმართებაში, სწორედ მარცვლეულ ბურღულეულის უპირატესობით. მაშინ როგორი არის თარგმანი ამ თებშისა სხვადასხვა პრობლემასთან მიმართებაში. მოდით დღევანდელ თემას დავუკავშიროთ და მე გავაგრძელებ სწორედ კანის ჯანმრთელობაზე საუბარს და გავაგრძელებ იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა თითქოს ძალიან კარგად იცის, თითქოს კი არა, ნამდვილად კარგად იცის, მაგრამ მოვიშველიებ სხვადასხვა პროდუქტს, სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ უკეთ წარმოვიდგინოთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე კანის ჯანმრთელობაზე, რატომ არის საგულისხმო თევზის და ნიგვზის ერთ სლაიდზე დაწყვეტილება? იმიტომ რომ ორივე მათგანი არის არაჩვეულებრივი წყარო ცილის, განსხვავებული ცხოველური და მცენარეული წარმოშობის, არის ომეგა-3-ის წყარო, ორივე მათგანი გამოირჩევა ორივე მათგანი თუთიის შემცველობით და დიდი რაოდენობით D3 ვიტამინი არის თევზში. ისევე როგორც არის E ვიტამინის მაღალი შემცველობა ნიგოზში. E ვიტამინი ვახსენე და სწორედ E ვიტამინის წყაროთ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა სახის მცენარეული ცხიმები, მათ შორის აქ ჩვენ ზეითუნიზეთი და ავოკადო გვაქვს წარმოდგენილი. გარდა ამისა, იგივე პროდუქტები შეგვიძლია თამამად სელენის წყაროდაც კი განვიხილოთ. სხვადასხვა სახის თესლი, რომელიც E ვიტამინის წყაროც არის, ნაწილობრივ სელენის წყაროც არის და ძალიან მნიშვნელოვანი მდიდარი წყაროა თუთიის. კიდევ გვაქვს რამდენიმე სლაიდი, მათ შორის მარცვლეულ ბურღულეული. კი, მაგრამ კანი და მარცვლეულ ბურღულეული როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ? როდესაც ჩვენ საუბრობდით მაგალითად თევზზე, ომეგა-3-ზე და მრავალ სხვა პროდუქტზე, ამაზე თითქოს ყველაფერი ცნობილია. მაგრამ როდესაც მარცვლეულსა და ბურღულეულზე საუბრობთ, B-ჯგუფის ვიტამინების, მაგნიუმის შემცველობა აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ რა პროდუქტები შეიძლება იყოს საყურადღებო? სხვადასხვა ფერის ბოსტნეული და ხილი და ასეთ შემთხვევაში ბოსტნეულის და ხილის ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არა იმიტომ, რომ პროდუქტების მრავალფეროვნება, როგორც შევთანხმდით, მრავალფეროვან ნივთიერებებს გულისხმობს, დიახ, ამ ნივთიერებების მრავალფეროვნება მრავალი ვიტამინის და მინერალის არსებობას ადასტურებს, მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენს კანს დღეგრძელობის შენარჩუნებისთვის ჭირდება რამდენიმე ნივთიერება, რომელიც არის სწორედ ხილსა და ბოსტნეულში. სხვადასხვა სახის ანტიდამჟანგავები, ანტიოქსიდანტები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი C ვიტამინი. C ვიტამინის როლი ძალიან მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობაში. ჩვენი შუქნიშანი არის სწორედ C ვიტამინის მდიდარი მრავალი პროდუქტით წარმოდგენილი და C ვიტამინის როლი კოლაგენთან დაკავშირებით, ანუ ჩვენი ახალგაზრდობის ცილასთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ განგვიხილავს, მაგრამ აუცილებლად ვისარგებლებ დღეს შემთხვევით და გეტყვით, რომ სწორედ ჩვენი კვების ზოგიერთმა ფაქტორმა, ჩვენმა კვებითმა არჩევანმა შეიძლება დააზარალოს კოლაგენი და ყველა ის ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლებად ნაოჭიან კანს, ჯანმრთელ კანს და ყველა იმ ახასიათებს, რომელიც ჩვენ კანის ბზინვარებასთან, დღეგრძელობასთან გვაკავშირებს. რომელი ფაქტორები შეიძლება იყოს ეს? არასაკმარისი წყლის მოხმარება. რასაკვირველია, წყალს ჩვენ ყოველთვის მწვანე ზონაში ვდგამთ ხოლმე და არასაკმარისი წყლის მოხმარება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დააზარალებს ჩვენი კანის ჯანმრთელობას. არანაკლებ საგულისხმო გახლავთ მარილისა და შაქრის როლი, რადგან როდესაც ჩვენ ამ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, მაგალითად ადვილად შეთიცებათ ნახშირწყლებზე, რომელიც ძალიან ადვილად აწევს ხოლმე სისხლში გლუკოზის დონეს და ეს გვადარდებს. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ პროდუქტების დამსახურებით ძალიან კარგი ცილები ერთმანეთს გადაეკერება, ერთმანეთს დაუკავშირდება ისე, რომ საკუთარ საქმეს ვეღარ შეასრულებს. ანუ ფუნქციას დაკარგავს და ეს ხდება მხოლოდ ასეთი შაქრების დამსახურებით და მათი როლი კანის ჯანმრთელობაში უზარმაზარია. გარდა ამისა, მათ აქვთ უნარი, როგორც ცეცხლში შეკეთებულ შეშას ხელი შეუწყოს ანთებას. ამიტომ ანთების რისკის ზრდასთან დაკავშირებით და იმ კანონზომიერების გათვალისწინებით, რაზედაც უკვე მოგახსენეთ, სიფრთხილის ზონაში ხდება ხოლმე ეს პროდუქტები, ისევე როგორც წყლის შემაკავებელი
მარილი და მლაშე პროდუქტები, რომელიც ყველა კანისათვის ერთნაირად სარგო ვერ იქნება, განსაკუთრებით ვისაც ტენდენცია აქვს შეშუპებისაკენ. გასათვალისწინებელია არასწორად შერჩეული ცხიმები, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ შეიძლება უნებურად შევუწყოთ ხელი ანთების გაღრმავებას ან არარსებული ანთების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ყველა ეს ფაქტორი ძალიან კარგად გვახსენებს რა სჭირდება კანს. მაგრამ ვიდრე კანზე საუბარს დავასრულებ, ვიდრე კანის ჯანმრთელობაზე საუბარს დავასრულებ, მე მინდა 10 თითი მოვიშველიო. მოვიშველიო ის მინიშნებები, რომელიც ჩვენს ხელის მტევანზე ეტევა და ძალიან ადვილად გაგვახსენებს ხოლმე, როდესაც ხელს დავხედავთ, რა სჭირდება ჩვენს კანს. დიახ, მე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია კანისათვის ყველა ორგანოსთან ურთიერთობა. კანისათვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი წონასწორობა ნაწლავთან. მაგალითად, მაწვნის მირთმევა იქნება ეს თუ მჟავე კომბოსტოს მირთმევა, ეხმარება ნაწლავს იყოს უკეთეს ფორმაში და განსაზღვროს უკეთესი მდგომარეობა კანისა. შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი მთავარი პირობა კანის ჯანმრთელობისათვის ნაწლავია, მაგრამ რა ეტევა ჩვენს ხელებზე, ჩვენს თითებს, რომელი ფაქტორები უკავშირდება. კანს ჯანმრთელობისთვის სჭირდება სრულფასოვანი ცილა, ანუ ყველა ამინომჟავის მიღება იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი. კანს აუცილებლად სჭირდება სწორად შერჩეული კარგი ცხიმები. კანს აუცილებლად სჭირდება წყალი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სჭირდება სხვადასხვა სახის მინერალი და ვიტამინი. მინერალებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი თუთიას და სელენს, ხოლო ვიტამინებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი A ვიტამინს, B-ჯგუფის ვიტამინებს, გამორჩეულად B2 ვიტამინს, B3-ს, B6 ვიტამინს, არ დაგავიწყდეთ C ვიტამინის როლი, D ვიტამინის როლი და E ვიტამინის როლი. ნახეთ, 10 ფაქტორი, 10 მარტივი სამარჯვი კანის ჯანმრთელობისათვის და კანის ღერძელობისათვის. მე დღეს ამით გემშვიდობებით და დღეს აუცილებლად გავიმეორებ იმას, რასაც ყოველი გადაცემის ბოლოს ვამბობ. თქვენს ჯანმრთელობას და ღერძელობას გისურვებთ უპირველეს ყოვლისა. ნახვამდის.